სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ ქართულ ოცნებას მისთვის ევროკავშირის ტრიბუნიდან საქართველოს ევროკავშირის გაყინულ ურთიერთობებზე საუბარი არ უთხოვია. ამის შესახებ ფაშინიანმა დღეს მედიას განუცხადა. ჟურნალისტმა ფაშინიანს კითხა იყო თუ არა საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობების შესახებ ევროპარლამენტში მისი განცხადება დაკავშირებული ბოლო ვიზიტთან თბილისში და იყო თუ არა ქართული მხრიდან მოთხოვნა ან მოწოდება, რომ ეს საკითხი ევროპელი პარტნიორების წინაშე დაეყენებინა. ქართული მხარისგან თხოვნა ან მოწოდება არ ყოფილა, მაგრამ მეორე მხრივ ჩვენ გვაქვს საერთო დღის წესრიგი და ვმუშაობთ ამ დღის წესრიგზე და მე ჩემი შეშფოთება ევროპარლამენტის ტრიბუნიდან იმიტომ გამოვხატე, რომ მართლაც შეშფოთებულები ვართ იმ ვითარებით, რომელიც არის საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობებში. ჩვენ ეს ნამდვილად გვაწუხებს. 11 მარტს ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა სომხეთის ევროინტეგრაციისთვის ყველაზე დიდ პრობლემად ევროკავშირსა და საქართველოს შორის პოლიტიკური დიალოგის გაყინვა დაასახელა. ფაშინიანის თქმით, სწორედ საქართველოზე გადის სომხეთის ევროკავშირისკენ მიმავალი გზა. ფაშინიანი ევროკავშირსა და საქართველოს შორის კონსტრუქციული პროცესის განვითარებას მოელის.